მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. რადიოსაც გაგახაროთ მესამე პოდკასტი. დღეს ჩვენი სტუმარი არის გიორგი ვაჩანძე. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. გიორგი ვაჩანძე არის დღეს ბაკალავრის სტუდენტი პოლონეთში. შეხვედრილია ძალიან სხვადასხვა თანამდებობის პირებთან ევროკავშირის ქვეყნებში და ასევე ჩართულია ამ პოლიტიკურ ღონისძიებებში საკმაოდ ხშირად. თუ ერთ-ერთი სიტყვა რომ გითხრა შენ გამოცდილებაზე. მოგესალმებით პირველ რიგში. ჩემი გამოცდილება რაც შეეხება როგორც ალექსანდრე მახსენა, სწავლობ პოლონეთში, კრაკოვის უნივერსიტეტის იაგელონის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვარ და უნივერსიტეტის ფარგლებში და ასევე კლასგარეშეც ისე ვთქვათ, მქონია შეხვედრები. მაგალითად ერთ-ერთი დამახსოვრებელი იყო სლოვაკეთის ყოფილ პრეზიდენტთან ბატონ ანდრეი კისკასთან მქონდა შეხვედრა, მან ჩაგვიტარა ლექცია ლიდერობის შესახებ. ლექცია იყო საკმაოდ საინტერესო და ასევე მოახერხე მასთან მისვლა, გამოსაუბრება და ასე შემდეგ. ასევე ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი იყო ბატონ ვლადისლავ ვოლხოვსკისთან შეხვედრა, ეს არის სლოვაკეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის, 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დიპლომატი და საგარეო საქმეთა მინისტრობასაც მიაღწია სლოვაკეთში. და საბოლოოდ მოუწია წამოსვლა, იმიტომ რომ არ ეთანხმებოდა ფიცოს პოლიტიკას და გადადგა მინისტრობიდან. სხვათა შორის ეს შეხვედრა იყო შედარებით უფრო არაფორმალურ გარემოში, ანუ კაფეში ვისხედით და უბრალოდ საუბრის ვარიანტი უფრო იყო, ვიდრე რაღაც ოფიციალური ლექციის ან ასე შემდეგ და მასაც ვესაუბრე 5 წუთით მომეცა მასთან პირადად ერთ-ერთზე გასაუბრების საშუალება, ვესაუბრე სხვადასხვა საკითხებზე, ასევე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ასე შემდეგ. ასევე ჩატარდა ლექცია საფრანგეთის ელჩთან პოლონეთში. ეს ამ ლექციასაც დავესწრე საკმაოდ საინტერესო წარიმართა და ასევე შეხება მქონია უამრავ სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებთან, სკოლარებთან და ასე შემდეგ. სხვადასხვა თემებზე ეს მაგალითად პანელები ჰქონდა უნივერსიტეტში ნატოს პოლიტიკაზე ტრამპის ადმინისტრაციის არჩევის შემდეგ. ასევე ჰქონდა ზოგადად ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის შესახებ. მაგალითად ერთი მოწვეული სტუმრები ყავდა 3. ერთი უკრაინელი, ერთი არგენტინელი, ერთი თურქი. თურქმა პროფესორმა ბატონმა მუზაფერ სენელმა ისაუბრა ტრამპის პოლიტიკაზე, ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან მიმართებაში. არგენტინელმა ლექტორმა ისაუბრა ხავიერ მილის და ტრამპის ურთიერთობებზე, საკმაოდ საინტერესო იყო სხვათა შორის ეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირადი ინტერესის საგანს მაინც არ წარმოადგენს სამხრეთ ამერიკა. საკმაოდ საინტერესო იყო ამ პერსპექტივისგან ნახვა და ინფორმატიული. და უკრაინელმა ლექტორმა ლვოვის უნივერსიტეტის პროფესორმა ისაუბრა ტრამპის შესაძლო პოლიტიკას შესახებ უკრაინის მიმართ და სხვათა შორის საკმაოდ საინტერესო იყო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩატარდა ტრამპის ადმინისტრაციის დასაწყისში, დაახლოებით თებერვალში, მარტში, სადაც ჯერ კიდევ არ ვიცოდით თუ რა პოლიტიკას გაატარებდა ის უკრაინის ან რუსეთის მიმართ და ჯერ კიდევ მიმდინარეობდა უამრავი სპეკულაცია. და სხვა ასევე უამრავი მოწვეული სტუმრები ყოლია უნივერსიტეტში და ასე შემდეგ და ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა ეს პირველ რიგში გამოცდილება მივიღე მათგან უამრავი რჩევები და ასე შემდეგ, რომელსაც ვიყენებ სხვადასხვა შორის მოდელირებებზეც. და მან ასეთ ხალხთან შეხვედრა პირველ რიგში ნეტვორკინგის მხრივ არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ეს მომავალში უამრავ შესაძლებლობას გვიხსნის ნებისმიერ ჩვენნაირ ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ საკითხებით და ასევე მათგან ვიღებთ უამრავ გამოცდილებას, რომელიც გვეხმარება წარმატებას მივაღწიოთ შემდეგში. და იმაზე რო ახსენე ტრამპზე და მაგაზე უბრალოდ მაგას როგორი აი ეს წინა საარჩევნო პერიოდში როგორი სპეკულაციები ქონდა ძირითადად ამ იყო რადგან მე მახსოვს ან შენ როგორი ქონდა რადგან მე მახსოვს ახლა მე რასაც უსმენდი ან ლექციაზე ნებისმიერ ადგილას მივიდიოდი მაინც ყოველთვის ერთი და იგივე შეხედულება მქონდა რომ უბრალოდ კი ამოვიდნენ ყველანი რომ თქვა და ბიზნესმენი ან პოლიტიკოსი არ არიან რა მაგრამ მე ყოველთვის მე ვერ ვიჯერებდი უბრალოდ რომ პოლიტიკოსი შეიძლება ყოფილიყო ასეთი ცუდით მაგალითად ან სუსტი და შენ როგორი ის ქონდა ამასთან დაკავშირებით თავიდან პირველ ნაწილს გავამოხდა პროფესორზე ყურადღებას თვითონ როგორი შეხედულება ჰქონდათ განათლებულ ხალხს და პროფესორებს და შემდეგ იყო ძალიან დიდი გაურკვევლობა მახსოვს მე ვერავინ ვერ იძახდა ზუსტად და ვერავინ ვერ საუბრობდა კონკრეტულად ტრამპის ესე ვთქვათ პოლიტიკა როგორ შეიძლება ყოფილიყო ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში არ უყვართ ხოლმე დაკონკრეტება და მაინც იყენებენ ესეთ ტერმინებს რომლებიც აძლევს მანევრის საშუალებას
საჭიროების შემთხვევაში კვლევრებს, მაგრამ ამ შემთხვევაში იყო აი მართლაც ძალიან ეტყობოდა ყველას რომ იყო გაურკვევლობა, იმიტომ რომ მახსოვს რომ ერთმა მაგალითად უკრაინის შესახებ ისაუბრეს ერთმა იმ ლვოვის უნივერსიტეტის პროფესორმა სამ სხვადასხვა სცენარზე დეტალურად, თუ რა შეიძლება მოყოლოდა ტრამპის პოლიტიკას. ახლა რაც შეეხება ჩემს შეხედულებებს. მე სულ მიმაჩნდა რომ ტრამპი აკეთებს ერთს, ფიქრობს მეორეს და ამბობს მესამეს. მაგალითად ამაზე მეტყველებს ის რომ ერთ მომენტში შეიძლება იყოს უკრაინის მიმართ ძალიან რადიკალურად მხარდაჭერის პოზიცია დაიჭიროს. მეორე წამს შეიძლება რომ პუტინს ჩამოართვას ხელი და ნახეთ ჩვენაც რეალურად ალასკას შეხვედრაზე, რასაც სხვათა შორის ისეთი შედეგები ვერ მოყვა, რასაც ალბათ ელოდა ტრამპიც და პუტინის და რუსული და ამერიკული მხარე ორივე. და ასევე არის აი შენ რაც ახსენე რომ ბიზნესმენი არის და არა პოლიტიკოსი, ბევრი ამ ჭრილში უყურებდა. მე ამას ვეთანხმებოდი გარკვეულწილად, იმიტომ რომ ის ცდილობს რომ პოლიტიკას შეხედოს მართლა როგორც ბიზნესს, აი როგორც თითქოს აი ცდილობს რომ აი სულ ეს ხო აქვს, ამაზე საუბრობს რომ I will make a great deal, ანუ მე რაღაც შეთანხმებას მივაწევ, ის ამას უყურებს როგორც ბიზნესს. და სულ ცდილობს რომ შეთანხმება იყოს და ამ შეთანხმების პირობებს დიდად არ აქცევს ყურადღებას ჩემი აზრით. იმიტომ რომ ის მოლაპარაკებები რაც მიმდინარეობს და ის პირობები რაც რუსეთის მხრიდან და უკრაინის მხრიდან დაიდო არ არის რეალურად ამ ყველაფერზე ყურადღება გამახვილებული არც მისი ადმინისტრაციის მხრიდან სხვათა შორის რაც მე ძალიან გამიკვირდა იმიტომ რომ მარკო რუბიო არის ერთ-ერთი უძლიერესი დიპლომატი ამერიკელი და მე ძალიან მიკვირს თუ იმიტომ რომ ის რეალურად ვერ ახდენს იმდენ გავლენას ჩემი პირადი აზრით ტრამპზე და მის ადმინისტრაციაზე რამდენიც უნდა მოახდინოს რეალურად და ახლა მაშინ თუ მე უბრალოდ ეს ვთქვა მაინც რომ ახლა მაგას დავისავთ ალბათ რაც შეიძლება ეყოლება რადგან ბოლო ეს როგორ მოიგებდა არჩევნებს თან შედარებით უფრო განათლებული პოლიტიკოსების წინააღმდეგ თუ ეს იყო რაღაც ესა რადიკალიზმის ტალღა რაც რასაც ხედავთ ფაქტობრივად დღესაც მთელ ევროპაში პოლონეთში გერმანიაში ყველგან აბსოლუტურად კი, გეთანხმებით რომ ეს იყო რადიკალიზმის ტალღა იმაში რომ რეალურად ცენტრიზმი როგორც ასეთი ეს ევროპაში და ევროპაზე დასვიკითხო და ევროპაზეც გადავიდეთ, მაგრამ ამ ტრამპის ნაწილსაც დავამთავრებ. ევროპაშიც და ამერიკაშიც ცენტრი თითქოს კარგავს პოზიციებს ნამდვილად და უფრო აქტიურდება ესე რომ ვთქვათ პოლიტიკური ექსტრემიზმი. ეს იქნება მემარცხენეობა თუ მემარჯვენეობა. აი ევროპის მაგალითად რომ ავიღოთ მაგალითად პოლონეთზე ვისაუბრებ. კონფედერაცია არის ასეთი პარტია. პოლონეთში არსებობს ორი მთავარი პარტია. ეს არის დონალდ ტუსკის, ანუ ახლანდელი პრემიერ-მინისტრი, ვინც არის კოალიცია ობივატელსკა, პარტიის სახელი არის ესეთი და მეორე არის პისი, იაროსლავ კაჩინსკის. სხვა შორის ეს არის ლეხ კაჩინსკის ძმა, ძალიან ბევრს ალბათ ეცოდინება თქვენ მაყურებელს, ვინ არის ლეხ კაჩინსკი, თბილისშიც იყო 2008 წელს ომის დროს. მისი ძმა, ეს არის ტუსკის პარტია არის უფრო შედარებით ცენტრისტული, უფრო მემარცხენე ლიბერალიზმისკენ იხრებიან, ხოლო კაჩინსკის პარტია არის უფრო შედარებით მემარჯვენე შეხედულებების პოლიტიკურად. ეს ორი პარტია არის ისე რომ ვთქვათ მთავარი პოლონეთში, მაგრამ ამ ბოლო დროს პოლონეთში გააქტიურდა და გაძლიერდა საკმაოდ მესამე ძალა. ეს არის კონფედერაცია, რომელიც არის ეკონომიკურად სხვათა შორის ისინი არიან საკმაოდ ეკონომიკურად და პოლიტიკურად არიან მემარჯვენეები. ოღონდ ეკონომიკურად არიან ლიბერტარიანები, ანუ ემხრობიან მცირე მთავრობის იდეას და ბალგადასახადებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და პოლიტიკურად არიან პოპულისტები, მემარჯვენე პოპულისტებად ითვლებიან ისინი. მაგალითად, პოლონეთში არსებობს ეს დასამალი არ არის და ეს ფაქტიც არის, რომ პოლონეთში არსებობს განსაკუთრებით ომის 3 წლის შემდეგ დიდი ანტიუკრაინული განწყობები და კონფედერაცია ამას იღენებს. როგორც მოგეხსენებათ, პოლონეთი უკრაინის ურთიერთობები საკმაოდ რთული საკითხი არის, თუნდაც წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგალითად, ოლიმის კატასტროფა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სადაც რეალურად მოხდა გენოციდი. თუმცა ამას უკრაინული მხარე და პოლონური მხარე ვერ თანხმდებიან, ვის მხრიდან მოხდა გენოციდი. და 100,000 პოლონელი დაიღუპა. მოკლედ, ბევრი რამ არ გავაგრძელო. პოლონეთში არის საკმაოდ დიდი ანტიუკრაინული განწყობები. და ამიტომაც კონფედერაცია ამას იყენებს და საკმაოდ ბევრი ესე ვთქვათ მემარჯვენე შემოიკრიბეს თავის გარშემო ნაციონალისტები და პოპულისტები და ასე შემდეგ და სხვათა შორის PiS-საც, ანუ ამ ცენტრისტულ მემარჯვენე პარტიასაც საკმაოდ ბევრი მხარდაჭერი წაართვეს. და ბოლო გამოკითხვები 15%-ზე მეტი ხმად. მაგალითად, სლავომირ მენსენი იყო ახლა როგორც მოგეხსენება პოლონეთში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. და სლავომირ მენსენი სწორედ ამ კონფედერაციის კანდიდატი იყო, რომელმაც 15% აიღო თუ სწორად მახსოვს 15-დან 16%-მდე, რაც საკმაოდ დიდი არის. და ერთ რამეს ვიტყვი ასევე პოლონეთის პოლიტიკაზე თუ ნებართვას დამბერს ბატონს ამყვანო.
თქმა უნდა. ხო არის როგორც ვახსენეთ პოლიტიკური ცენტრები და მე როგორც ვახსენეთ ვსწავლობ კრაკოვში და ვცხოვრობ შესაბამისად იქ. როდესაც მიმდინარეობდა საპრეზიდენტო კამპანია, რა თქმა უნდა, პრეზიდენტობის კანდიდატები დადიოდნენ მოსახლეობაში შეხვედრისთვის და კამპანიისთვის, ხო? და თითქმის ყველა აქციაზე, რომელიც ჩატარდა კრაკოვში, კონკრეტული საპრეზიდენტო კანდიდატის მხრიდან დავესწარი. ვიყავი რაფალ ჩასკოვსკის აქციაზე, რომელიც არის ვარშავის მერ და დონალდ ტუსკის პარტიის კანდიდატი ვინც იყო. ვიყავი სწორედ ამ სლავომირ მენსენის აქციაზე. ვიყავი ადრიან ზანდბერგის აქციაზე. ადრიან ზანდბერგი არის მემარცხენე პოლიტიკოსი, რომელსაც დაახლოებით 5% აქვს. ვაჟერის სურათიც მაქვს მასთან გადაღებული მოახერხე მის სხვა და სურათს გადაღება ამის ძალიან ვამაყობ. და ასევე მაგდალენა ბიატი, რომელიც რადიკალურ far left არის, ესე რომ ვთქვათ. რაც შევამჩნია იყო, რომ ჩასკოვსკის აქციაზე იყო უფრო შედარებით ასაკოვანი ხალხი, მოხუცი ხალხი, 50-60 გადაცილებული. და მენსენის აქციაზე, და მენსენის და ზანდბერგის აქციაზე, რომელიც არის far right და far left, იყვნენ ახალგაზრდები. 10-დან 9 ადამიანი იყო ახალგაზრდა. განსაკუთრებით მენსენის აქციაზე. იყვნენ 16, 17, 18, 19 წლის გოგო-ბიჭები, რომლებიც საკმაოდ აგრესიულად იყვნენ განწყობილები სხვათა შორის. და თვითონ პოლონეთში ახლა მე როგორც ვიცი, კიდე როგორი მდგომარეობა არის, რომ იდეაში როგორც რაც ვიცი, კი ახალ ცენტრისტული პარტია, ტუსკის პარტია, ლიდერობს, მაგრამ პრობლემა არის ზუსტად ეს კომპრომისზე რომ უწევს გასვლა ძალიან ხშირად და ანუ პარტია სამპარტიიანი კოალიცია არის თვალსაჩინო. და ანუ აქ ძალიან კონსერვატორზე შემიჩნევია დაახლოებით საქართველოშიც კი რომ მაგალითად არ მოსწონთ რომ ეს პოლიტიკოსები უკვე რაღაცა იმისა ნიღაბი უკეთიათ პარტიულად იმისთვის რომ ამ კომპრომისი გავიდნენ და გერმანიაში ეგრე იყო ხო ფაქტობრივად მეც მაგრამ განახორციელა და შენი აზრით სად გადის აი ამ თვითონ პრინციპების ღალატსა და კომპრომისის შორის სხვა ზოგადად ეს ისეთ საკითხია, რომ პოლიტიკა რა თქმა უნდა მოითხოვს კომპრომისს. ამაზე ყველათ ამხდებით მგონი და სწორედ ეს შემთხვევები გვაჩვენებს, რომ როდესაც კოალიციური მთავრობა არის განსაკუთრებით საჭირო არის კომპრომისი რაღაც იდეოლოგიაზე ან რაღაც პოზიციაზე, თქვათ მინისტრთა კაბინეტში და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც პარტია ღალატობს თავის პრინციპებს, თავის იდეოლოგიას, თავის ღირებულებებს და ამას არქმევს კომპრომისს ბჭყალებში და ამიტომ საქმეს იჭერს და ესე ვთქვათ კოალიციაში შედის ისეთ პარტიასთან, რომელსაც არჩევნების ძალიან აკრიტიკებდა და ფუნდამენტურად განსხვავებული ღირებულებები ჰქონდა მასთან, ჩემთვის მაგალითად ეს პირადად როგორც მოქალაქისთვის, რომელიც არის პოლიტიკით დაინტერესებული და ასე შემდეგ, ეს არის რადიკალურად მიუღებელი. იმიტომ რომ მაშინ გამოდის, რომ ჩვენ არ გვაქვს და არ ვიცით რეალურად ნამდვილი ღირებულებები ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის. და ჩემი აზრით ეს ასე არ უნდა ხდებოდეს რეალურად. იმიტომ რომ აი როგორც წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ რომ მაგალითად პოლონეთის მაგალითზე რა ვიღოთ დონალდ ტუსკი რომელიც არის პრო-უკრაინის მხარდამჭერი და ასე შემდეგ არის ლიბერალი ვთქვათ მხარს უჭერს აბორტის აკრძალვის გაუქმებას პოლონეთში აბორტის საკმაოდ მკაცრი კანონები არის ესეც გესვენება ალბათ და ტუსკის ერთ-ერთი დაპირებაც იყო რომ უნდა მოეხსნა ეს აბორტის აკრძალვა და ასე შემდეგ ერთსქესიანთა ესე ვთქვათ ქორწინების ლეგალიზება უნდა გადახედილი იყო და ასე შემდეგ როგორც წარმოგიდგენია ახლა რომ ეს ადამიანი ეს პოლიტიკური ძალა რომელიც უკვე 15 წელზე მეტია ამ ღირებულებებით ესე რომ ვთქვათ დგას და ხან მთავრობაში ხან ოპოზიციაში კოალიციაში შევიდეს ისეთ ძალასთან როგორც არის კონფედერაცია რომელიც არის რეალურად 4 ძალის ესე რომ ვთქვათ 4 პოლიტიკური პარტიის ერთობა სახელმწიფო კონფედერაცია რომელშიც შედის მემარჯვენეები, მონარქისტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ერთ-ერთი პარტია ამ კონფედერაციის არის მონარქისტული პარტია პოლონეთის, რომელიც პოლონეთში ეთანხმება აბსოლუტური მონარქიის აღდგენის იდეას. როგორც წარმოვიდგენთ, ახლა დონალდ ტუსკი დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და მისი პარტია დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან მონარქისტებთან, ხო? ეს ხომ იმიტომ რომ ამას დავარქვათ კომპრომისი, ეს ჩემს პირადად მიუღებელი არის. ასე რომ ეს კომპრომისიც უნდა ხდებოდეს რაღაც გარკვეული ერთობლივი ღირებულებებიდან გამომდინარე. მე ასე ვიტყოდი ყოველ შემთხვევაში. ხო, მაგრამ ახლა ყოველთვის ეგრე ხო არ არის, რაღაც მომენტები არის, რომ მაგალითად ახლა პოლონეთში კიდე კარგი მდგომარეობაა შედარებით ამაზე, მაგრამ თქვა აი როგორც გერმანიაში მაგალითად, ხო, აი ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, სოციალ-დემოკრატიული პარტია და უცებ ერთ-ერთი შემოვიდა.
და სულ იქიდან გამომდინარე, რომ ქრისტიან-დემოკრატების, სოციალ-დემოკრატების ღირებულებების სრულიად წინააღმდეგებიან, ერთმანეთთან მოუწიოთ კოალიციის გაფორმება და საბოლოო ჯამში იმ ღირებულებების დათმობა, რაც თავიდანვე ჰქონდა ამ CDU-ს. და მსგავსი რამ პოლონეთის მაგალითი ვთქვათ, რა არის კონფედერაცია, არის ეს ტუსკის პარტია და უცებ წამოვიდა კომუნისტური პარტია. და ანუ თუ ეს კოალიცია არ გააფორმა კონფედერაციასთან, უმრავლესობა არ იქნება პარლამენტში. და აი ეგრეთ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს, თქვათ და ტუსკმა. ნუ ეს ფაქტორად გამოუვალში მდგომარეობა არის ეს შემთხვევაში, იმიტომ რომ რეალურად არჩევანი უნდა გააკეთოს ცუდსა და უარეს შორის, რომ თავად უნდა აირჩიოს ასეთ შემთხვევაში, რომელი არის ცუდი და რომელი უარესი. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსი ალბათ მაინც იძულებული არის, რომ თუნდაც საკუთარ ღირებულებებზე რაღაც მომენტში უარი თქვას. და სწორედ ეს არის პოლიტიკაში, და ამიტომაც არის ჩემი აზრით პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე რთული სფერო. იმიტომ რომ ეს კომპრომისები და ეს ესე რომ ვთქვათ, მანევრის საშუალება და ასე შემდეგ ეს ჭკვიანმა პოლიტიკოსმა ძალიან კარგად უნდა გათვალოს. და სწორედ ამას რომ ვერთვლიან ხოლმე, ესე რომ ვთქვათ, კომპრომისს და ისთვის უნდა შექმნა მაგალითად კოალიცია, ვინ უნდა გადაიბირონ თავის მხარეს პარლამენტში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ იშლება ხოლმე კოალიციური მთავრობები, მაგალითად გერმანიაში სწორედ ამან გამოიწვია ჩემი აზრით, იმიტომ რომ თუ შენ გერმანიაზე ჩიბერო მეტი იცი, ვიდრე მე FDP როგორც მახსოვს, ფაქტობრივად მან პარტიამ გამოიწვია მართალი კოალიციის დაშლა. და ამიტომაც მნიშვნელოვანი არის, რომ ასეთ დროს უნდა პოლიტიკოსმა მართლა რაღაც საჭადრაკის პარტიის დონეზე უნდა გათვალოს 50 სვლით იქით რა ვითარება შეიძლება შეიქმნას სხვადასხვა ესე ვთქვათ მოქმედების განხორციელების შემთხვევაში. მაგრამ ახლა 50 სვლის იქით თუ თვლის მაგ შემთხვევაში მით უმეტეს გრძელვადიანი საფრთხე იქნება, რადგან თან არასტაბილური კოალიცია იქნება. შემდეგი არჩევნებისთვის, რომ ის რადიკალური პარტია კიდევ უფრო გაიზრდება, კიდევ უფრო მოძლიერდება და მაშინ შეიძლება საერთოდ როგორც ერთ პარტია კოალიციის გარეშეც საუბრებაში მოვიდეს. კი ბატონო, ამის საფრთხეც არსებობს რეალურად, მაგრამ ევროპის ქვეყნებში მაინც მაგალითად პოლონეთში, პოლონეთის მაგალითზე იმიტომ საუბრო, რომ იქ ცხოვრობ მეტნაკლებად გავეცანი ამ ქვეყანას, ანუ ერის ფსიქოლოგიას თუნდაც და ეხა ენის სწავლას დავიწყე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რეალურად ევროპის ქვეყნებში არ შეიძლება ისეთი ვითარება შეიქმნას, როდესაც ერთი პარტია ერთპიროვნულად მოვიდეს ხელისუფლებაში. ეს უმრავლეს ქვეყნებში მაგალითად თორე სიტყვაზე დიდ ბრიტანეთში ან ლეიბორისტები მართავენ ან კონსერვატორები, ხომ? ძალიან იშვიათად ერთადერთი როგორც მახსოვს 2010 წელს იყო, როდესაც დეივიდ კემერონმა შეუქმნა კოალიცია ლიბერალ-დემოკრატებს. თუ სწორად მახსოვს და ისიც მალე დაიშალა, თუ არ ვცდები. შეგიძლია შემისწორო. ზუსტად ამახსოვს, მაგრამ ვიცი რომ ახლა არის რეფორმირებული ზედმეტად წინ წასული, აი ზუსტად მაგ პრობლემის გამო. მაგრამ ბრიტანეთს სხვა საარჩევნო სისტემა აქვს და იქ ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ვთქვათ პირველ ადგილზე არის პარტია, ესე ვთქვათ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი პროცენტი აქვს, არ ნიშნავს რომ ყველაზე მეტ მანდატს მიიღებს ის პარლამენტში და წარმომადგენელთა პალატაში. ახლა რაც შეეხება შენს შეკითხვას, რთული ვითარება არის ამ მხრივ ევროპაში ნამდვილად, იმიტომ რომ კითხვა და მოვიწყდა. იმაზე იყო, რომ ანუ აი 50 სვლის წინ გათვალო გიწევს და ასე შემდეგ, რომ შენ თუ კოალიცია გააფორმე ისეთ პარტიას, რომელიც შენ ღირებულებებს არ მიხვდება და რადგან სხვანაირად მეორე ვარიანტი გაქვს, მარტო რაღაცა ძალიან გიჟი რადიკალური პარტია. და ეს კოალიცია რო არასტაბილური იქნება და ჩამოიშლება, ის რო კიდევ უფრო გაიზრდება, ეს იქით უფრო მოკლე ხედვა არ არის ვიდრე გრძელი? კი, მაგრამ ის აი ამაზე მიყვარს ხოლმე ემანუელ მაკრონის მაგალითის მოყვანა. 2022 წელს თუ 23-ში ევროპარლამენტის არჩევნები რო გახსოვს? საფრანგეთში ხომ დამარცხდა მისი ასე ვთქვათ მართველი პარტია და ხომ სწორედ მემარჯვენეები აიღეს უმრავლესობა მანდატების. რა ქნა მაკრონმა, იმ წამს დაშალა საფრანგეთის ეროვნული კრება, ან საფრანგეთის წარმომადგენლო ორგანო და რეალურად აი ძალიან სწორი და ძალიან ჭკვიანი მანევრი განახორციელა იმ დროისთვის. ან მოკლე ხედვაში ესე რომ ვთქვათ. როდესაც დაშალა ესე ვთქვათ წარმომადგენელთა პალატა და რეალურად ესე რომ ვთქვათ ამ მემარჯვენეებს რაც ჰქონდათ რიტმი აკრებილი და ესე რომ ვთქვათ ეს ტემპი გაუჩერა ნელა. და შემდეგ მეტნაკლებად მოახერხა ის რომ მემარჯვენეებმა საერთოდ მესამე ადგილი დაიკავეს არჩევნებში.
ანუ მოახერხა ესე რომ ვთქვათ მათი მომენტუმის გაჩერება და ნელ-ნელა დაასტაბილურება ვითარება, მაგრამ სწორედ აქ არის ის პრობლემა, ის დილემა ესე რომ ვთქვათ შენ კითხვაში იყო რომ კი მართალია ამან მოკლე ვადაში გამოიღო შედეგი საბოლოოდ. იმიტომ რომ მემარჯვენეებმა ვერ გაიმარჯვეს და ვერ მოიპოვეს უმრავლესობა პარლამენტში, მაგრამ ეხლა რა ხდება საფრანგეთში, ყოველ ორ კვირაში გვესმის ახალი ამბავი, რომ პრემიერ-მინისტრი შეიცვალა, პრემიერ-მინისტრი გადადგა, პრემიერ-მინისტრს გამოუცხადეს უნდობლობა პარლამენტის წევრებმა, ამიტომაც საბოლოოდ გრძელვადაში აღმოჩნდა, რომ ამ მანევრმა ვერ იმუშავა, ამ პოლიტიკურმა მანევრმა. ისე როგორც ეს ესურებოდა ამ მანევრის ავტორს. ხო და მათ შემთხვევაში რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ აი ახლა რაც ამაზე მისჩერდეთ, რომ აი მაინც ეს ღირებულებები დაიკავოს პოლიტიკოსმა, ვიდრე ისე რაღაცა კომპრომისზე წავიდეს ხო? ნუ ასეთ შემთხვევაში ალბათ მაინც ღირებულებების დაცვა არის უმჯობესი, იმიტომ რომ შენ თავს მაინც არ დაკარგავ როგორც პოლიტიკური პარტია. იმიტომ რომ თუ ხვდები რომ არ გაქვს ამ კონკრეტულ არჩევნებში მაგალითად გამარჯვების შანსი, ჯობია რომ შენი ასე რომ ვთქვა, აი აქ ეს არის პოლიტიკის ხელოვნებაც და აი აქ უნდა გათვალოს პოლიტიკოსმა რომ ჯობია რომ შენ შეინარჩუნო შენი თავი, შენი ღირებულებები, შენი მომხრეები თუნდაც ისინი ვინც გყავს და თუნდაც გადახვიდე ოპოზიციაში მაგალითად. და შემდეგ ოპოზიციიდან სცადო ბრძოლა. და ამის მაგალითი ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს. და ასეთ შემთხვევაში ალბათ კომპრომისზე წასვლა გამორიცხული არის მაინც პოლიტიკოსების მხრიდან. კაი, და მაშინ კიდე ასეთი კითხვა გვაქვს, რომ ანუ რა უფრო საშიშია დღევანდელ ახალ გაზრდა-თაობაში, ახლა რადიკალიზმი ხომ მოდის, ამას ხომ ისჯეროთ უკვე, მაგრამ მოდის აი საფრანგეთში დაახლოებით როგორც სისტემად შეიქმნა, რომ ან არიან ზედმეტად კონსერვატიული რადიკალები, ან ზედმეტად ლიბერალური რადიკალები. ეს ან ლიბერალურია, იდეალისტური. და მოკლედ, ხო, არის ან ძალიან კონსერვატიული რადიკალები, ან ზედმეტად პირიქით იდეალისტური რადიკალები და ამ შემთხვევაში რომელი უფრო საჭიში არის, რომ ამ ახალგაზრდობაში რომ ესეთი იდეალისტები წამოვლენ, რომლებიც ვერ განახორციელებენ თავიანთი იდეებს, რაც ზედმეტად იდეალურია, ან თუ ეს პრაგმატიზმი. შენ მგონი ჩემი შეხედულება იცი ამ მაგრამ მაყურებელს გასაგებად ვიტყვი, რომ მე ძალიან პრაგმატული ადამიანი ვარ, ზოგადად ყოველ შემთხვევაში ასე მიმაჩნია და მე ვუყურებ ისე, რომ იდეალიზმი არის ამ შემთხვევაში უფრო მთავარი საფრთხე. უბრალოდ მე ამიტომად მიმაჩნია ეს ყველაფერი. ზედმეტად იდეალისტური იდეოლოგია მიმაჩნია მე ამიტომად, იმიტომ რომ ყოველთვის ჯობია ყველაფერს შევხედოთ ისე, როგორც არის, ვიდრე ისე, როგორც გვინდა რომ იყოს. და თუ შევხედავთ ისე, როგორც არის, ჩვენ სწორედ ამ შემთხვევაში შეგვეძლება რომ ვიმუშაოთ ამ ყველაფრის გამოსწორებაზე. და პოლიტიკა სწორედ ეს არის ჩემი აზრით ძალიან ცნობილი ნათქვამი არის ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსის თუ არ ვცდები ვინსტონ ჩერჩილმა თქვა რომ ადამიანი თუ 18 წელიწადში სოციალისტი არ არის ის მას გული არ აქვს, ხოლო თუ 40 წელიწადში კონსერვატორი არ არის, მას მაშინ ტვინი არ არის. აი ჩემი აზრით ამ კითხვაზე ეს არის ყველაზე კარგი პასუხი. ახალგაზრდებს ჩვევიათ ზოგადად, ნუ ყველას არ არის თქმა უნდა, მაგრამ მაინც ალბათ საკმაოდ საგრძნობ ჯგუფს სწორედ ეს იდეალისტური ღირებულებები, იდეალისტური აზროვნება, სურთ რომ ესე ვთქვათ, სამყარო გახადონ უკეთესი, რაც კარგი სურვილი არის თქმა უნდა, მაგრამ ეს ამდენ განხორციელებადი არის ასე ერთეულების მიერ, ეს ჩემი აზრით არარეალისტური არის და ყოველთვის ჯობია ყველაფერს შევხედოთ რეალურად და საერთაშორისო ურთიერთობებთან ერთობაში მეც რეალისტი ვარ ამ შემთხვევაში. ხო, მაგრამ მაგალითად ახლა მე როგორც ვთქვი, ეკონომიკაშიც ასეთი თეორია არის, რომ არის ეს პერიოდი, როცა ბიზნესები ვითარდებიან, ეკონომიკური ბუმი როცა შემდგენ ახალი ბიზნესები, როცა ესენი უკვე ძალიან ვითარდებიან და ცდილობენ სხვა ბიზნესების ჩაგდებას, ეს არის უკვე კონსერვატიული ეტაპი და ამ დროს იწყება ეკონომიკური კრიზისი. როცა ესენი მოძველდებიან, ამ დროს მერე ეს ბიზნესები იგრევა და ახალები იდეალისტების მიერ შემოტანილები იხსნება. და ასევე ჩერჩილზე მე მგონი ნათქვამი 30 წლამდე რომ 30 წლამდე თუ ის არისო ლიბერალი არის 30 სოციალისტი ხო 30 წლამდე თუ არ არის ლეიბორისტიო მაგ შემთხვევაში გული არ აქვსო და თუ 30 მერე არ არის კონსერვატორი შენ რამდენი წლის ხარ? მე 19 მერე შენ უკვე პრაგმატიზმის გაგიგიხარ? ანუ ეს იმას ნიშნავს რომ მე უკვე განვითარების იმ დონეს მივაღწიე
რომ გადავახტე ისე რომ თქვა 11 წელს მე ასე ვიტყვი. ეს ხუმრობთ რა თქმა უნდა. არა, უბრალოდ მე ზოგადად ყოველთვის მეც მქონდა საერთაშორისო ეს ფაზა, რომ ვიყავი საკმაოდ იდეალისტი და საკმაოდ მემარცხენე, მაგრამ შემდეგ როდესაც ვნახე რაღაცეები რეალურ ცხოვრება, ეხლა მე არ მინდა რომ გამომივიდეს რაღაც აი 40 წლის კაცები რომ დაასხდებიან სასაუბროდ და აი მე იმდენი რამე მაქვს ნანახი ცხოვრებაში, რომ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ ძალიან ბევრმა მოვლენებმა მაგალითად რაც განვითარდა, თუნდაც მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკურად და ასე შემდეგ, პოლიტიკურად და ზოგადად ჩემმა პირადმა გამოცდილებამ ადამიანებთან მიმართებაშიც, პირად ცხოვრებაშიც და ზოგადად აი ბევრმა გაგონილმა მოსმენილმა წანაკითხმა მე დამარცხნა რომ სწორედ პრაგმატიზმი არის ყველაზე რეალური და სწორი შეხედულება. და ამას აქშიც ამიტომ ვარ ასეთი შეხედულებების მქონე. ისე ბარბარადგან ჩერჩილზე დავიწყეთ საუბარი. შენი აზრით, მეორე მსოფლიო ომი რო დასრულებულიყო და გაერო არ შექმნილიყო. როგორ წავიდოდა პოლიტიკური მდგომარეობა მთელ მსოფლიოში რა სიტუაციაში იქნებოდი დღეს? გაერო რა არის ხო? პირველ რიგში გაერო არის ერთი დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია, გლობალური ორგანიზაცია. გაერო რომ არ შექმნილიყო, სავარაუდოდ მსოფლიო დანაწევრებული იქნებოდა და გაერომ სწორედ ამ ესე ვთქვათ გლობალიზმიდან ეს გლობალისტური იდეოლოგია გაეროს შექმნის შემდეგ გაძლიერდა განსაკუთრებით ამ საერთაშორისო ინსტიტუციების შემდეგ. მაგრამ გაერო რომ არ შექმნილიყო, ალბათ ჩვენ უფრო ვიხილავთ მეტად რეგიონალურ მსოფლიოს, რომელშიც იქნებოდა რაღაც გარკვეული ჯგუფები სხვადასხვა რეგიონების, მაგალითად დღეს არსებულ რეგიონალურ კავშირებს ექნებოდათ უფრო მეტი ძალაუფლება, უფრო მეტი გავლენები და ისინი იქნებოდნენ ესე რომ ვთქვათ მთავარი სიტყვის მთქმელები საერთაშორისო არენაზე. ეს იქნება მაგალითად ევროკავშირი, აფრიკის კავშირი, შეიქმნებოდა ალბათ სავარაუდოდ ჩრდილოეთ ამერიკაში რაღაც გარკვეული გაერთიანება, სამხრეთ ამერიკაში და ასე შემდეგ. რაც იდეაში ჩვენ დღესაც ვხედავთ რომ რეგიონალურ კავშირებს საკმაოდ დიდი ძალაუფლება აქვს, მაგალითად ევროკავშირს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს იქნებოდა ალბათ კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო. ისე მანდ თავს არ გამოდის, მაგრამ რაც შეეხება ომები რო არ დაწეული, ფაქტურად ხო იყო მონროს დოქტრინა ამერიკის კონტინენტებზე. მაგრამ კითხვა ცოტა სხვა მხრივ იყო, აქ იმას მოგესმოდი რომ რეალიზმის უფრო პრაგმატული იქნებოდა სამყარო, ანარქიისკენ წავიდოდა თუ ახლა ბევრისგან მომისმენია რომ ესა გაერო არისო გლობალისტური, ისეთი იდეები რო არის, კონსპირაციული თეორიები ამასთან დაკავშირებით, ან ზოგადად ისაც მომისმენია რომ გაერო ზედმეტად ლიბერალურია, ან ზედმეტ ყურადღებას ამხელებს კლიმატის ცვლილებაზე და ასე შემდეგ. რას ხარ და პრაგმატული იქნებოდა თუ ლიბერალური რო არ ყოფილიყო გაერო. ზოგადად ლიბერალიზმის მე ყოველ შემთხვევაში ასანაცვლოს საერთაშორისო ურთიერთობებში ლიბერალიზმის ერთ-ერთი საფუძველი არის სწორედ საერთაშორისო ურთიერთობები. საერთაშორისო ეს გავიარე უნივერსიტეტში და იქ არის ინსტიტუციონალისტური ლიბერალიზმი, რომელიც ან ზოგადად ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ლიბერალიზმის არის მსოფლიოს მასშტაბით, არის სწორედ საერთაშორისო ინსტიტუციები. თუ გაერო არ იარსებებდა, რომელიც არის რეალურად მთავარი საერთაშორისო ინსტიტუტი, ამაზე მგონი ყველა ვთანხმდებით, ხო? რომელიც აერთიანებს ყველა ქვეყანას დედამიწაზე და ასე შემდეგ. თუ ეს არ იარსებებდა, მაშინ მე ვერ ვხედავ უბრალოდ როგორ შეიძლება მსოფლიო ყოფილიყო უფრო ლიბერალური. გაეროზე რაც შეეხება კონსპირაციულ თეორიებს, რომ რაღაც ესე ვთქვათ გლობალისტური არის და ვიღაცები მართავენ და შემდეგ, ეს უბრალოდ გამართლობის სცენად მიმაჩნია მე პირადად ბატონო ალექსანდრე. რა თქმა უნდა, არ მინდა შევეწყო მიგახსენო. მაგრამ მოკლედ ანუ მე მივაყენა ვინმე შევეწყო შეიძლება. კარგი და მასე ახლა მაინც რა შემორჩებოდა რა ღირებულებები შემორჩებოდა თქვა და ან თუ არ შეიქნებოდა გაერო, ან თუ თქვა დღეს თუ დაიშლებოდა. ხო არის იმპერიები იშლებიან რაღაც კონსპირაციულად შეხედოთ. გაერო დაიშალოს რა ღირებულებები შემორჩება და რა გაეროს მაინც რა კვალს დატოვებს. ბატონო ალექსანდრე ეს კითხვის ორი ნაწილი დასრულდა თავიდან ან ორივეს უპასუხო რა თქმა უნდა. გაერო რომ არ შექმნილიყო საერთოდ პოსტ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მაინც ალბათ გაგრძელდებოდა ეს გლობალიზაციის პროცესი, იმიტომ რომ გაერო რა არის, ხო? ეს არის გლობალიზაციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მოიცავს ყველა ქვეყანას და ასე შემდეგ.
იმიტომ რომ გლობალიზაცია გაერონდელი იდეა არის, რა თქმა უნდა. მაგრამ უბრალოდ ეს ყველაფერი მოხდებოდა ბევრად უფრო ნელა, შეიძლება უფრო დაგვიანებულადაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, ჩემი აზრით უფრო საინტერესო ნაწილი არის გაერონ დაიშალოს ხვალ, რაც სასურველია არ მოხდეს და ალბათ არც მოხდება, ვიმედოვნოთ. მაგრამ დაუშვათ მოხდა. ასეთ შემთხვევაში ჩემი აზრით ნებისმიერი ასეთი ინსტიტუტი ტოვებს უდიდეს ყვალს. და ნებისმიერი ასეთი ერთეული, პოლიტიკური ერთეული. აი, ყველაზე ელემენტალური რო ავიღოთ მაგალითად რომის იმპერია. რომის იმპერია როდესაც დაეცა, მან მსოფლიოს ისტორიაში დატოვა უდიდესი კვალი, ამაზე ყველაფერს ხვდებით. ნებისმიერ რომის შემდგომ სახელმწიფოს სწორდა რომ დაამსგავსებოდა რომს. თავს ეძახა უამრავი ქვეყნის მეფე იმპერატორი თავს ეძახდა და თავს აცხადებდა რომის იმპერატორად, რომის ჭეშმარიტ იმპერატორად, საღვთო რომის იმპერია, ბიზანტია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ რომი კი გაქრა როგორც სახელმწიფო, მაგრამ მისი იდეა, მისი ღირებულებები ძალიან ბევრი დარჩა, მაგალითად ხელოვნებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რენესანსიც ძალიან რენესანსის დიდი ნაწილიც იყო გამოწვეული სწორედ ამ ძველი ბერძნული და ძველი რომაული კულტურის მიმართ გაღვივებული თავიდან გაღვივებული ინტერესით, ხო? დამეთანხმებით ალბათ. და სწორედ ამიტომაც გაეროს რომ დაიშალოს ხვალ ის იმდენად დიდი ინსტიტუტი არის. მე არ ვსაუბრობ ამ შემთხვევაში მის ესე ვთქვათ ეფექტურობაზე, მე ვსაუბრობ მის მასშტაბზე. ვიღაცისთვის გაერო შეიძლება უდიდესი სიკეთე იყოს, ხო? ვიღაცისთვის შეიძლება ეს უდიდესი ბოროტება იყოს, მაგრამ ყველა ხომ ვთანხმდებით რომ ეს უდიდესია სიკეთის თუ სიბოროტის მიუხედავად, ხო? სწორედ ამიტომაც აი ამ მასშტაბის გამო ის აუცილებლად დატოვებს თავის ღირებულებით ყვალს. მაგალითად, გაერომ გაადვილა ქვეყნებს შორის ურთიერთობები. ქვეყნებს შორის ურთიერთობები არის ბევრად უფრო სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის და სხვადასხვა საკითხების მხრივ, ვიდრე ის იყო მე-18, მე-16 და მე-17 საუკუნეებში. ხომ არა, ახლა და მაგალითად ესეთ ქვეყნებს როგორც ზიმბაბვე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ პირიქით ხელი შეუშალა და დაშალა მათი გიგანტურია, მაგრამ რასთვის რაღაც იმპერიასავით სახელმწიფო მსგავს ქვეყანაში აქვს რა ყვალსები ტოვებს, ამიტომ ну, ახლა ქვეყანასაც გააჩნია, რა თქმა უნდა, მაგალითად საბჭოთა კავშირის მიმართ გაეროს უარყოფითი ყველაფერი უარყოფითი გავლენა იმოქმედა, ხო? ავღანეთში არების შეყვანას და შემდეგ ამას უდიდესი პროტესტი მოყვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და არა მხოლოდ დასავლური სამყაროს მხრიდან რეალურად. და როდესაც ესეთი ორგანიზაცია არსებობს, რომელიც ესე რომ ვთქვათ, და სწორედ აქ არის ალბათ ერთი პრობლემას ვერ დავარქმევდი მე ამ სხვათა შორის ერთი ესე ვთქვათ მომენტი გაეროს მიმართ, რომ ქვეყნებს შეიძლება რაღაც მომენტში ის მიაჩნდეთ არაობიექტურ და მიკერძოებულ ორგანიზაციად. და სწორედ ამიტომაც გაერომ უნდა დააბალანსოს ეს ყველაფერი თავის წევრებთანაც და თავის ინსტიტუციონალურ დონეზეც. მაგრამ წინაზე რო ახსენე ასევე რომის იმპერია რომ მოგონ მაგალითად დავმოსწრებ და დამესვა რომ ანუ რომის იმპერია ქვეყანა იყო, ეს ინსტიტუტია და ინსტიტუტი მაინც როგორ დატოვებს ყვალს ახლა ერთად იგამ და ნაცვლად შეიძლება დატოვა. დატოვა ყვალი რატომ არა? მაინც რომი ქვეყანა არის და კაი ერთად გავიგე რამე სხვა ინსტიტუტი რომელმაც ყვალი დატოვა არის, მაგრამ გვაქვს რამ მაგალითად მსგავსი. რატომ არ უყურებთ რომის იმპერიას როგორც ინსტიტუტს? მე ასეთ შეკითხვას დაგისვამთ თქვენ. რომის იმპერია იყო იმპერია სახელმწიფო, რომელიც ბოლოს და ბოლოს გზას გაატარებდა და ის გზა დარჩებოდა იმ ქვეყანაში. არა, გასაგებია, მაგრამ რომი ეს ხომ არ არის უბრალოდ სახელმწიფო. ასეთ ჭრილში რომ შევხედოთ, რომი ეს არის იდეა, ეს იყო ცხოვრების სტილი, ეს იყო უდიდესი ცივილიზაცია. თუ ჩვენ თავხდებით, რომ გაერო დღევანდელი ცივილიზაციის ერთ-ერთი პოლიტიკური კულტურის ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი უდიდესი ნაწილია, შეუძლებელია რომ მისი გაქრობის შემთხვევაში რაიმე კვალი არ დარჩეს შემდგომ ეს ვთქვათ პოსტ-გაერო სამყაროში. იმიტომ რომ რომის იმპერიაც რეალურად არ იყო მხოლოდ სახელმწიფო, მე ასე არ ვთვლი. ეს იყო ბევრი ინსტიტუციების ერთობლიობა, მაგალითად სენატის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დემოკრატიული ინსტიტუციების, რომლებიც რეალურად ძალიან ბევრმა დღევანდელმა სახელმწიფომ გადმოიღო, მაგალითად ევროპის ქვეყნების ძალიან ბევრი სამართლის კოდექსი, ძველ რომაულ კოდექსი არის დაფუძნებული ამაში, ეს ფაქტი არის და ამაზე ვერ იმედავება, ხო? და ამიტომაც როგორც რომის იმპერიამ დატოვა კვალი, გაეროც მეცხრე რომ თავის ყოლს დატოვებს. ხო, მაგრამ ეს კვალი რო დატოვა რომის იმპერიამ, ახლა საქმე იმაშია, რომ ათასობით წელი ეს არა ის ახლა და ახლა ის რომ წამოვიდა რენესანსის დროს ეს ბერძნული და რომაული იდეები გაცოცხლდეს მაინც იმის ბრალი რომ კვალი დატოვა თუ იმის გამო რომ სოფლიო უბრალოდ განვითარდა, რადგან
მაინც სხვა არქიტექტურითაც არ წააგავდა ერთმანეთს და არ იყო მაინც და მაინც ბევრი მსგავსი სხვადასხვა რენესანსის პერიოდის ევროპასა და ძველ ევროპას შორის, მაგალითად ჩაცმულობას თუნდაც. ბატონო, რენესანსის ეპოქა რა თქმა უნდა განსხვავდება რომაული ეპოქისგან ჩაცმულობით, რაც შენახსენე მხატვრობის სტილით, თუნდაც ხელოვნებით და ასე შემდეგ და დეტალურად არ ვისაუბროთ ამაზე, მაინც იმიტომ რომ ხელოვნების ჭრილში გადავართ და ჩვენი პოდკასტი უფრო სხვა თემებს ეხება. მაგრამ ერთ ვიტყოდი რომ რეალურად რომის იმპერიამ მაინც როგორც ინსტიტუტმა ასე უნდა შევხედოთ ჩემი აზრით, მე დარწმუნებული ვარ შენ ამისთვის არავის არ შეგიხედავს ასე. როგორც ინსტიტუტი, იმიტომ რომ ძველი მაგალითად ეს ვახსენე უკვე თუ არ მიხსენებია. კოდექსების კანონები და ასე შემდეგ. არ მიხსენებია. მაგალითად ძველი ესე რომ ვთქვათ რომის კოდექსების და სამოქალაქო სამართალზე არის აგებული დღევანდელი ევროპის სამართლის უმეტესობა, ხო? ამაზე არ დავთ, ხო მგონი? და სწორედ ეს არის რომ რომაულმა ინსტიტუტებმა დატოვეს მაინც უდიდესი კვალი როგორც ინსტიტუციებმა დღევანდელ სამყაროზეც და სწორედ ამიტომაც გაეროს ინსტიტუციები რომ გაერო ხო მართალია არის ერთი დიდი ცენტრალური ინსტიტუცია მაგრამ მას ხომ აქვს სხვადასხვა დანაყოფები უშიშროების საბჭო ეკონომიკური საბჭო და შემდეგ თითოეული დატოვებს თავის გარკვეულ კვალს სოფლიოზე გაეროს გაქრობის შემთხვევაში და თვითონ ეს ორგანიზაციაც იმიტომ რომ მისი ანალოგი სოფლიოში არ არსებობს. ნუ ეხლა ერთალიგას ნუ ჩამოთვლევინებ ძალიან გთხოვ, იმიტომ რომ ეგ არ არის ორგანიზაცია ფეიკი ორგანიზაცია, რომელმაც რაღაც იტალიის ეთიოპიაში შეჭრა ვერ შეაჩერა ელემენტარულად. რატო ერთალიგამას დატოვა კვალი ალანდის კუნძულებზე ფინეთსა და შვედეთს შორის? კი ბატონო, ალანდის კუნძულებზე. დღემდე არის ერთალიგას მიერ გადაწყვეტილი პრობლემა, რასაც დღეს შვედეთის და ფინეთის მიყვება. კი ბატონო, და დანარჩენი ანუ ესე იგი ერთი პრობლემა რომ მოგვარდა და 99 რომ ვერ მოგვარდა, ამიტომაც უნდა ჩავთვალოთ რომ ერთალიგა ეს არის კომპეტენტური ორგანიზაცია, თქვენ ასე კომპეტენტური არა, უბრალოდ კვალი დატოვა. კვალი დატოვა, გასაგებია ხო და მეც მაგას ვიძახი ზუსტად რომ გაეროს დატოვებს ყველას რომელიც ერთალიგაზე ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდა საბოლოო ჯამში. შეიძლება ისეთი ეფექტური არა როგორც ეს ჩვენ გვსურს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ დაიშალა მაინც ეს ორგანიზაცია და მის რიგებიდან არ გავიდნენ ის წევრები რომლებიც არ ეთანხმებოდნენ მას. ხომ და რადგან ახლა თვითონ რომის იმპერიაზე ვსაუბრობთ, აი შენ რომ შეგეძლოს მაინც რომელ ისტორიულ კონფერენციას დაესწრებოდი? ეს ძალიან საინტერესო შეკითხვა არის. პასუხი მაქვს ერთი ალბათ და ეს არის ვენის კონგრესი. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო გადანაწილება მოხდა და ზოგადად მეც დიპლომატობა მინდა მომავალში ამას განვიხილავ ჩემი კარიერის ერთ-ერთ ესე ვთქვათ მთავარ განვითარებად და ვენის კონგრესზე იყო ჩემი აზრით მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატი, რომელმაც აი თავისი ყველანაირი უნარი გამოაჩინა ამ კონფერენციის დროს ეს არის ტალეირანის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რომელიც იყო. და აი უდიდესი სიამოვნებით სხვათა შორის აი ისტორიულ პირებთან ეს კითხვა ხო არსებობს ძალიან პოპულარული არის ისტორიის მოყვარულებს შორის რომ აი ისტორიულ პირებთან შეხვედრა რომ შეგეძლოს რომელთან ისტორიების შეხვედრას და ერთ-ერთი რომელსაც განვიხილავთ ძალიან სერიოზულად ეს იქნებოდა ტალეირანის სწორედ იმიტომ რომ რაც ტალეირანმა მაშინ მანევრები გააკეთა დიპლომატიური ისეთი იქამდეც და იმის მერეც ძალიან ცოტა არის ჩემი აზრით. რატო ახლა ტალეირანსაც კი გააკეთა მანევრები, მაგრამ ეგეც აი მანევრები მე მგონი კიდე წინაზე რო ახსენებდი კომპრომისზე და ღირებულებებზე. აქ პირიქით ეგ არ გააკეთა ყველანაირი ღირებულებები დათმო ფაქტიურად ტალეირანმა. ეს უჩერდა მხარს, მეორე გააკეთა საბოლოოდ. არა, გასაგებია, მაგრამ სწორედ ეს არის პრაგმატული პოლიტიკა რაღაც მომენტში. იქ ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის შიდა მდგომარეობაზე. კოალიციების შექმნას და შემდეგ და საერთაშორისო ძალიან ჩემი აზრით ძალიან განსხვავდება რაღაც ჭრილში საერთაშორისო და საშინაო პოლიტიკა ქვეყნების. საერთაშორისო არენაზე სულ სხვა რაღაცე მოვლენები მიმდინარეობს და სულ სხვა მოვლენები წყვეტს საბოლოო ჯამში ქვეყნების ბედს და ტალეირანმაც სწორედ მართალია კი თავის პრინციპები და თავის ადამიანური მორალი გადადო მან ადამიანური მაგრამ როგორც დიპლომატმა და როგორც პოლიტიკოსმა უმაღლეს დონეზე იმუშავა ვენის კონგრესის დროს და საფრანგეთს რა ტერიტორიებიც უნდა დაეკარგა იმის ალბათ 20% თუ დაგარგეს სწორედ ტალეირანის მანევრების წყალობით. ეგ
ცოტა უცნაური მოსასმენია წინაზე რაც მოვის რაც პოლიტიკურ პარტიებზე ზოგადად ალექსანდრე თქვი რომ პოლიტიკური პარტიები ამ წამსაც თქვი რომ პოლიტიკური პარტიები განსხვავდება საერთაშორისო არეალზე მოქმედი აქტორებისგან. ხო და მაგ შემთხვევაში თუ მართლა ასე არის საჭირო პრაგმატულად და ასე შემდეგ ახლა შენ როგორ ვფიქრობ გაერო შეიძლება გადაიქცეს ისე ისტორიულ ეპოქალურ ინსტიტუტად როგორც იყვნენ იმპერიები. ეს უფრო კონსპირაციულ შეკითხვას გავს, იმიტომ რომ როგორც ვახსენეთ უკვე ხო არის თეორია რომ გაეროს რაღაც იქ საიდუმლო ორგანიზაციები მართავენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ როგორც რომის იმპერიაზეც ვისაუბრეთ, საბოლოო ჯამში შეიძლება ჩვენ არ ვიცით რა იქნება 2 საუკუნის შემდეგ მაგალითად, მაგრამ საბოლოო ჯამში ამას დაჩვენებს თაობები, იმიტომ რომ დღესდღეობით ჩვენ რასაც ვაფასებთ კონკრეტულ მოვლენას ის თუნდაც 1 საუკუნის თავი დავანებოთ 10-20 წლის შემდეგ სულ სხვანაირად შეიძლება იქნას შეფასებული. ამიტომაც თავისუფლად არის შესაძლებელი რომ კი ეს ნამდვილად გაერო დარჩეს როგორც ესე ვთქვათ იმპერია დაახლოებით იგივე გავლენა მოახდინა ისტორიაზე როგორც რომელიმე იმპერიამ მაგალითად. რატო ექნება ახლა ვითომ ასეთი დიდი გავლენა ხო რეალურად რო შევხედოთ მაგალითად იდეაში კი ყავს ჯარი გაეროს და ასე შემდეგ. და კი საკმაოდ დიდი ხანია უკვე არსებობს, მაგრამ ანუ თუნდაც როგორც ერთალი რა როდის ყოფილა რომ სერიოზულად ეს ჯარი გამოყენები. ერთხელ იყო მხოლოდ ეს მონოპოლია ეს კორეის ომის დროს და ესეც რომ რატო იყო რომ წესით ვერ გაგზავნიდა ამას არ დათანხმდებოდა არანაირად ჩინეთი მაშინ ჯერ ჩინეთის რესპუბლიკა იყო და სახალხო რესპუბლიკა საბჭოთა კავშირი. მაგრამ საქმე რაში იყო რომ რადგან გაერო არ აღიარა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა პროტესტის ნიშნად საბჭოთა კავშირმა დატოვა ოთახი. და იმ მომენტში იყო რომ კეთილსა დაიწყეს ამ თემაზე და ეგრე გავიდა და ეს არის ერთადერთი მოვლენა ფაქტიურად როდესაც ძალა გამოიყენა. მაგრამ კი არის იუგოსლავიაში ჯარები ჩააყენა, იქ ჯარები ჩააყენა, აქ ჯარები ჩააყენა. ამ სერიოზულად მე მგონი არც მაგაზე ვიტყვი ერთ მაგალითს თუ შეიძლება თუ მომცემთ უფლებას. ლურჯ ჩაფხუტიანებს გულისხმობ ხო რომ ჯარი ჩააყენა. ლურჯ ჩაფხუტიანები ჩემი პირადი განსხვავებიდან არის უსარგებლო კონფლიქტების პრევენციის მხრივ. აი ყველაზე ელემენტარული მაგალითი ავიღოთ უახლესი ისტორიიდან. როდესაც დაიწყო ისრაელ-ჰამასის კონფლიქტი 7 ოქტომბერს ჩაერთო ხომ ჰეზბოლაც დაიწყეს რაკეტების სროლა და სხვადასხვა თავდასხმები ჩრდილოეთ ისრაელზე. რა გააკეთეს ამ დროს ლურჯ ჩაფხუტიანებმა იმის მაგივრად რომ კონფლიქტურ ზონაში დარჩენილიყვნენ და აღმოეპყრათ, ესე რომ ვთქვათ, ეს პრობლემა პირიქით სამხრეთ ლიბანიდან სამშვიდობო ძალები გაეროში გავიდნენ კონფლიქტის დაწყების დროს. ან წარმოიდგინეთ, რამდენად პარადოქსული არის ეს. ნუ ლურჯ ჩაფხუტიანებს პრაქტიკაში უფრო სხვა ფუნქციები აქვს, ეს არის უფრო ჰუმანიტარული დახმარების ესე ვთქვათ განაწილება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაინც უფრო მაგას არ უნდა შევხედოთ როგორც გაეროს ჯარის ჭრილში მე ასე ვთვლი. მაგრამ ჰუმანიტარულად აქვს იმხელა ჰუმანიტარული დახმარება ნებისმიერ პატრონ ქვეყანასაც შეუძლია გაუწიოს და არ არის გამორიცხული უფლებასაც. ესე კი არა, უმეტესობა გაეროს კომიტეტები რაც არსებობს, პრობლემა ის არის, რომ თვითონაც ბიუჯეტი აკლიათ და ძირითადად შემთხვევაში ვერ ახორციელებენ თავიანთ მოდელებს გარდა ლაპარაკის. ხო, კაი, ცოტა თან რომ წავიდეთ წინ, ასეთი კითხვა არის კიდე ერთი. რომელი შენი აზრით, აი ახლა დღეს რომ გაეროს მოდელირებებზე ისევ, ვიღაცა ნებისმიერ ისტორიული პერიოდში გასწრებული იყო, იქნებოდა ყველაზე ძლიერი დელეგატი. ჩემი აზრით ამაზე ისევ აი პრაგმატულობის ჭრილს რო დავუბრუნდით, ჩემი აზრით კარგი დელეგატი გაეროს მოდელირების ჩემი გამოცდილებიდანაც და ეს მსმენია სულსო გამოცდილი ადამიანებისგან, პეტრე ლაბარტყავასგან, მაგალითად ალექსანდრე კაკაბაძისგან, შენგანაც და მეც ვეთანხმები ამას. რომ პრაგმატული უნდა იყოს ესე რომ ვთქვათ კარგი დელეგატი. და ვინ უნდა გაგვახსენდეს პრაგმატულ დიპლომატზე და პოლიტიკოსზე თუ არა ჰენრი კისინჯერი, ხომ ალბათ დამეთანხმებით. მიუხედავად იმისა, რომ ის არის საკმაოდ სადავო და საკამათო პიროვნება ზოგადად ისტორიაში, საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში და ასე შემდეგ, მე ჰენრი კისინჯერს მივიჩნევ, რომ იყო საკმაოდ პრაგმატული, როგორც ვახსენე. და სწორედ ესე ვთქვათ მისი თვისებები რაც ჰქონდა, აი ცივსისხლიანობაც მაგალითად,
თუნდაც ეს არის ის თვისება, რაც უნდა ჰქონდეს გაეროს მოდელირების კარგი დელეგაცია. უნდა იყოს საკმაოდ კარგად ინფორმირებული, თავდაჯერებული უნდა იყოს აუცილებლად კარგი დელეგატი და ეს თვისებები ყველა ჰენრი კისინჯერს ჰქონდა, ისე თავდაჯერებულ გადაწყვეტილებებს იღებდა და ისე არწმუნებდა ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ნიქსონს, რომ ამაზე ვერავინ მეტად მგონი და სწორედ ამიტომაც ეს ადამიანი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც გაეროზე ვახსენე, იგივე ფრაზას გამოვიყენებ. ვიღაცისთვის ჰენრი კისინჯერი ეს არის უდიდესი ბოროტება. ვიღაცისთვის ეს არის შეიძლება სიკეთე არა, მაგრამ ეს არის სანიმუშო, უდიდესი სანიმუშო დიპლომატი თუ როგორ აი ასეთი უნდა იყოს სწორედ დიპლომატი. მაგრამ ფაქტი ხომ არის, რომ ის უდიდესი გავლენა მოახდინა საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის სფეროზე. და სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ის იქნებოდა ყველაზე კარგი დელეგატი, იმიტომ რომ ფაქტობრივად რეალურ ცხოვრებაში კარგი დელეგატი იყო გაეროში და გაეროში საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მოყავდა. ხო, ეს იყო ხალხების შესაძლებლობა სტეიტიო, სტეიტია. სახელმწიფო მდივანი იყო ამერიკის ამერიკის და ახლა ისეთ რომ აქვს რომელიმე წიგნი წაკითხული ჰენრი კისინჯერის დიპლომატია მაქვს წაკითხული სხვათა შორის უნივერსიტეტში პირველ სემესტრში ჰქონდა ესეთი საგანი საერთაშორისო ურთიერთობები მე-20 საუკუნეში. და გავდივით მე-20 საუკუნის ისტორია, თუმცა საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში გეოპოლიტიკურად და ასე შემდეგ და ორი ესე რომ ვთქვათ თავი ჰქონდა, ორი თავი ჰქონდა პირველ მსოფლიო ომზე, ორი მეორე მსოფლიო ომზე და საკმაოდ საინტერესო იყო. აი მართლა ისე დეტალებში და ისე საინტერესო რაღაცებს აღწერს კისინჯერი, რომ შემდეგ დამაინტერესდა საერთოდ თემი ძინი წავიკითხო მე. ისე შენი აზრით იმ მომენტში ამ კისინჯერის დროს რა იყო, ანუ თავარი კისინჯერის ღირებულებები, რომ აი ზუსტად ამასთან დაკავშირებით ცენაზე რომ ხონდა ასე დისკუსია ღირებულებებზე და კომპრომისზე, რომ იმ მომენტში ამერიკის მთავარი ღირებულება ის იყო სოციალიზმის განვითარება შეშერებული იყო თუ ის იყო მთავარი ღირებულება რომ მშვიდობა დაემყარებინა მთელ მსოფლიოში. რომ გავიგებთ ესეც ჩემი აზრით, ჰენრი კისინჯერი მაინც როგორი პიროვნულად. მე არ ვიცი როგორ აპირებდა ამერიკამ მშვიდობის დამყარებას 2 მილიონი ადამიანის დაბომბვით კამბოჯასა და ლაოსში, მაგრამ ეს რაღაცები ხდება სხვათა შორის, ისე პოლიტიკის ესეთი პოლიტიკაზე რო საუბრობ, შეიძლება ერთი რაღაცა იყოს შენი მიზანი, მაგრამ ის სულ სხვა რაღაცით შეფუთო. მაგალითად ამერიკას სურდა ჭყალებში მშვიდობის დამყარება, ან ზოგი ამას დაარქმევდა ესე ვთქვათ საკუთარი გავლენების გაზრდას, მაგრამ ეს შეფუთეს როგორც კომუნიზმის წინააღმდეგ იდეოლოგიურ ბრძოლად. სწორედ ამაშია საქმე. კარგი. ხო, პარემ რადგან გაეროს მოდელირებებზე გადავედით, რამოდენიმე გაეროს მოდელირებასთან დაკავშირებით ეს არის კითხვა. რაც ხალხს საინტერესოა და ისედაც გინდა გსურდა რომ გესაუბრო, მაგალითად ახლა შენ ძალიან გენდა იწერა როგორც არის ცნობილი ამაზე გაეროს მოდელირებაზე სიარული და რატო როცა იდან აღმოაჩინა რატო მოგინდა და ასე შემდგომ. სხვათა შორის მე საკმაოდ გინდა აღმოაჩინა მართლა, თორე ადრე რომ ცოდნოდა 14 წლის ასაკიდანაც მინიმალური ასაკი რაც იყო დავიწყებდი ასეთ პროექტებზე სიარულს თავისთავად. 17 წლის ასაკში ვიყავ პირველად და აღმოაჩინე სოციალური მედიის წყალობით ისევ და ისევ. ჩემამდე არ მოსულა ინფორმაცია. გაეროს მოდელირება, რა თქმა უნდა, ვიცოდი რა იყო, საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულ ადამიანს, როგორ შეიძლება არ იცოდეს გაეროს მოდელირება და ასეთი კონფერენციები რა არის, უბრალოდ არ ვიცოდი საქართველოში ტარდებოდა ასეთი პროექტები და სოციალურ მედიაში არ მომიგდო რეკლამა შემთხვევით და სწორედ აქედან აღმოაჩინეს აბედნიეროდ მადლობა იმ დღეს და იმ წამს, რომ სხვა რამეზე არ გადავხდი, ტაბზე არ დავაჭირე და დავრჩი და წავიკითხე რაც იყო და ძალიან გამიხარდა და იმ წამს დავარეგისტრირდი არც მიფიქრია ბევრი. და მე აი სულ თავიდან პირველ რიგში შეიძლება როგორ დატოვა და რატო აი მაინც თავი მისესი რა იყო რამას მოგანდომა რომ კიდე მე ისე მიგიღო მონაწილეობა. ჩემ პირველ გაეროს მოდელირებაზე უნდა ვისაუბრო ამ კითხვაზე პასუხი გეცემად. ეს იყო 2024 წლის გაზაფხულზე. ჯიმუნას გაეროს მოდელირებაზე, როდესაც კრიზისების კაბინეტში წარმოადგენდი ისრაელის სახელმწიფოს. ეს საკმაოდ მე ვიტყოდი რომ ეს ისრაელი არის ყველაზე საინტერესო ქვეყანა გაეროში, გაეროს მოდელირებაზე. რომ წარმოადგინო. და თან როგორი მომენტი იყო, როგორი პერიოდი იყო, ისეთ გახსოვს ირანმა ისრაელმა დაბომბა სირიის საკონსულო, ირანის საკონსულო სირიაში და ირანელი გენერალი რომ მოკლეს. ირანმა ხომ გაუშვა რაკეტები ისრაელის მიმართულებით.
წარმოიდგინე, აქედან ერთ კვირაში იყო კონფერენცია ზუსტად, ანუ ფაქტობრივად იმ დღეებში ყველაზე ეგონა რომ, ყველაზე ეგრეთ გადაჭარბებული არის შეიძლება, მაგრამ ფაქტობრივად ომის აქტი მოხდა, ხო, ორ უდიდეს სახელმწიფოს შორის და მაქედან ერთ კვირაში არის გაეროს მოდელირება, რომელზეც მე ვარ ისრაელი. ყავდა საკმაოდ ძლიერი ირანის დელეგატი. და ქონდა ძალიან გაცხარებული დებატები. და თან თემაც ეხებოდა სწორედ ახლო აღმოსავლეთის კრიზისებს, ეს იყო თემა და დებატების პროცესი იყო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო. და ამიტომაც მაყურებელსაც ვურჩევდი, რომ აუცილებლად უნდა მიიღონ ასეთ პროექტებში მონაწილეობა, იმიტომ რომ დებატების პროცესი იმდენად ბევრ პირველ რიგში ცოდნას შეგმატებთ დებატების ხელოვნების შესახებ, თავდაჯერებას მოგმატებთ ასევე თქვენი ესე რომ ვთქვათ შესაძლებლობების მიმართ და სწორედ ძალიან დადებითი შთაბეჭდილებებით წამოვიდი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მე მაშინ პრიზი ვერ მოვიგე, ვერც საუკეთესოების გამორჩეულ დელეგატობაზე ვერ გავედი, ჩემთვის ეს იყო უდიდესი გამოცდილება და პირველი რეალურად ყოველთვის არის გამოცდილება. პირველზე ახალ დელეგატებს მიმართა ამ შემთხვევაში პირველ გაეროს მოდელირებაზე შეიძლება თქვენ ვერ გახვიდეთ პრიზზე ან ვერ მოიგოთ ეს რომ ვთქვათ რაიმე ჯილდო ან თუნდაც არ იყოთ ძლიერი დებატებში, მაგრამ გამოცდილება არის სწორედ ასეთ პროექტებზე ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ადამიანმა შეიძინოს. იმიტომ რომ მე მაგალითად რასადროდისაც დავდიოდი ბევრჯერ ძალიან უცვლელ მოვიყავ მაგალითს. პირველ რასადროდისაც გავედი მე ჩემს კლასელებთან ერთად საკმაოდ ცუდად ასპარეზობ სხვათა შორის ვერ დავიკავეთ რანაირ პოზიცია. მეორეზე რომ გავედით უკვე მეორე რასადროდისაც უკვე მეორე ადგილი დავიკავეთ წარმოიდგინე. და 50 თუ 60 გუნდს შორის კავკასიის უნივერსიტეტის ის იყო რა ქვია რასადროდისაც აბიტურიენტებისთვის და მესამე რასადროდისაც მოვიგეთ უკვე საერთოდ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ესე რომ ვთქვათ ის იყო რასადროდისაც ევროპის შესახებ. და ამით ისე თქმა მინდოდა რომ ყოველი გამოცდილება ჩემთვისაც და ჩემი მეუღლებისთვისაც იყო უდიდესი ესე რომ ვთქვათ პოზიტიური ემოციების მომტანი და ძალიან ბევრი ინფორმაცია შევიძინეთ, ამიტომაც გამოცდილება იყო ძალიან დადებითი და რაც მთავარია აუცილებლად აღსანიშნავი არის რომ გავიცანით ძალიან ბევრი უმაგრესი ადამიანი გაეროს მოდელირებით და ერთ-ერთი მთავარი რატომაც უნდა დაინტერესდნენ ახალგაზრდები ზოგადად ამ პროექტებით რომ დამიჯერეთ მეგობრებო იმდენ ბევრ, იმდენ ძალიან ჭკვიან გასაოცარ სასიამოვნო ადამიანს შეხვდებით, მაგალითად ბატონ ალექსანდრეს შევხვდი გაეროს მოდელირებით და ასე შემდეგ აგერ აუდიტორიაშიც ხედან და ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და ძალიან ამაღლება რომ ამ ადამიანებს ვიცნობ და მე მათთან ერთად შემიძლია თუნდაც ამ პოდკასტის ჩაწერა და ასე თავისუფლად საუბარი და მე ყოველთვის მიყვარს ხოლმე ამ ფრაზის გამოყენება ალექსანდრე კაკაბაძის უთხარი სხვათა შორის პირველად და ძალიან მოეწონა მას ეს ფრაზა და თქვენს მოგეწონებათ ალბათ რომ ამ პროექტებზე იზრდება საქართველოს მომავალი პოლიტიკური ელიტა, რომელიც აუცილებლად შეცვლის ჩვენი ქვეყნის მომავალს უკეთესობისკენ. და სწორედ თუ გსურთ რომ გაიცნოთ საქართველოს მომავალი პოლიტიკური ელიტა, ხელმძღვანელობა, მომავალი მინისტრები, დიპლომატები, პოლიტიკოსები, უნდა იაროთ გაეროს მოდელირებებზე აუცილებლად, იმიტომ რომ უმაგრეს ხალხს შეხვდებით. კაი, ახლა ეგ ცოტა ჯერმანიც არის არა, იმდენ დროს სანდრო ზუსტად იმავეს მეუბნება რომ ნუ მაჰაიფებ, მე არ გეჰაიფებთ, მე გეუბნებით თქვენ ნუ ჩემ თავსაც მოვიაზრებთ, მოდი ამაში ჩვენ ვართ საქართველოს მომავალი პოლიტიკური ლიდერშიპი. ამაში იყავით თუ მინდათ ამოიღეთ ეს, არ ვქედი მადლობა მაშინ და ამ პარტაუნებაში ჩამოვხსნათ, თუ მინდათ ამოვიღოთ ეს გადაცემა 20 წლის შემდეგ და თქო ყველა დარწმუნდებით რომ ეს იყო სიმართლე, რასაც მე აქვს საუბრობდი. ბატონ პეტრეზე და ნუ საბავშვოშვილზე არის უმაგრესი ადამიანი. ერთადერთ გაეროს მოდელირებაზე შევხვდი მასთან, მაგრამ იმდენად დადებითად დამახსოვრა თავი, არ ვიცი. და ძალიან ნამდვილად რომ წელს ვერ მოვახერხე შეხვედრა. იმედია მომავალს მოხერხდება რამე დაიბეთ. ეს სერიოზული სპიჩი იყო ეს ამაზე. რატეს გიხდია რა? და ერთი გასაგები როტრიალა. ხო, მაშინ მაგაზე კიდე მე დავს ხალხს აინტერესებს მაგასთან დაკავშირებით კიდე რაღაცები და მაგაზე მე დავსამ.
უცებ კიდე ერთი იყო მინდა მიკითხო ახლა მე რაც ნაყოფი ვარ მოდელებზე ძალიან დაბლელი არ ხომ ძალიან ხშირად თან ერებს რომ შეიძლება აი საშინლად რომ აი წამახსოვს მე ვიყავი ალექსანდრე პირველს წარმოვადგინე ვენის კონგრესი ქონდა თემა და უცებ რა ბრიტანეთი და საფრანგეთი გაერთიანდნენ ჯამზინა და მაგის ეგ თუ არ იყო საკმარისი მე საერთოდ ომი დაგვიწყდეს ხოდა ყველაზე უცნაური ან საინტერესო მომენტი რა ქონია აი ამ ღონისძიებაზე ყველაზე უცნაური მომენტი იყო მოგრად პირველი არის მომენტი დაუბრუნდები ისევ და შემდეგ მეორეზე ვისაუბრებ მაგ ერთ ადამიანის თან აუდიტორიაში და იცის რაც მოხდა პირველი არის მოდელირებაზე GA ქონდა საშინლად დამღლელი იმიტომ რომ იყავით 9 კომიტეტი როგორც ხეთ ვიყავით ის რა ჩვენ კომიტეტში მოხდა ის რომ გადანაწილდა შემდეგნაირად დასავლეთის რეზოლუცია დავწერეთ მაგრამ ამ რეზოლუციას არ დაეთანხმნენ ეს ვთქვათ ისლამური ქვეყნები ირანი და ლიბანის წარმომადგენლები ყავდა და შემდეგ და მათ გამოგვიცხადეს ჯიჰადი პერფორმანსის სახით პერფორმანსი იყო რეზოლუციის შემდეგ და ჩვენ ვიყავით დასავლური ქვეყნები ისრაელი ამერიკა საფრანგეთი და ანტიჯიჰადური კოალიცია შევქმნით ესე რომ ვთქვათ და ჯიჰადი ხო გამოაცხადა დანი იყო დანი მესტიაშვილი ავღანეთის დელეგატი საუკეთესო დელეგატი მოიგოვა სხვათა შორის ყურანი ჰქონდა ესე მახსოვს და არაბის ჩაცმულობა ნაციონალური ძალიან საინტერესო სამყარო იყო და წაიკითხა ესეთ ყურანი და ფრაზები და ჯიჰადი გამოაცხადა და ჩვენ და ჩემი სპიჩი იყო ანტი ჯიჰადური ესე რომ ვთქვათ დაწერილი არ მქონდა საერთოდ არ მქონდა დაწერილი არც ნავარჯიში არც არაფერი გავდივარ ახლა წინას და ჩვენ ვიყავით ბოლოსნა კომიტეტი. საღამოს 8 საათია, ნახევარ ხალხს ძინავს მართლა, ნახევარი ტელეფონებში არა, შეიძლება 10% ისმენდა და ამას გადავხედე აუდიტორიას და ვხედავ რომ ესეთი ვითარება არის, რომ არავინ არ ისმენს. და გადავწყვიტე რომ აუდიტორია შემოგვიძებინა და აი რაც კი ხმა მქონდა მოვიკრიბე მთელი ძალა ენერგია და აი ბოლო ხმაზე დავიწყე რომ თქვენ ტერორისტები ხართ, ჩვენ ტერორისტებს არ ვაპატიებთ, ნულოვანი ტოლერანტობა ტერორისტების მიმართ, არავის არ შევეგუებით ჩვენ რომ ჩვენი შვილები არ იცხოვრებენ ტერორის და ასე შემდეგ ამ ყველაფრის ქვეშ და ძალიან კარგი გამოვიდა საბოლოო ჯამში. მართალია რეტროსპექტივაში შეიძლება სხვა ზედმეტიც კი იყო ჩემი ემოციები და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა ეგენ მახსოვს რომ ყველა უკრავდა ტარს, ყველა ეს ყველა ფეხზე ადგა, ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო, ძალიან საინტერესო ვიდეოს არსებობს მაგის სხვათა შორის. გარეთთან. ეგ ძალიან საინტერესო და კარგი რეფერენსი იყო, მაგრამ ხალხსაც აქვს რაღაც კითხვები დასმული, რაც აინტერესებთ ალბათ და გველოდებიან. ამ კითხვებზე პასუხი აინტერესებთ. ესე იგი, პირველი ასეთია, რომ გეთქვა ერთი სიტყვა, რომელიც ყველაზე ზუსტად აღწერს ჩემ პირველ კომიტეტს, რა იქნებოდა ის? ერთი სიტყვა? ქაოტური იყო ცოტათი, რაღაც მხრივ. მაგრამ ცუდი მხრივ არა. იმდენად კიდევ ერთხელ ვარ, რომ იმდენად ესე ვთქვათ გაცხარებული დებატები გქონდა, განსაკუთრებით მე და ირანის დელეგატს რომ აი არ ვიცი, რა ელენე ღუღუნიშვილი იყო თუ სწორად მახსოვს, ეხლაც ბოლო გაროს მოდელირებაზე რო ვიყავით, ჩემ კომიტეტში იყო, ამერიკის შეერთებული შტატები იყო, მე ვიყავი ეთიოპია. იმდენად გაცხარებული დებატები გქონდა, რომ აი ხანდახან გადადიოდა მართლა ქაოსში და მახსოვს რომ შეარები ვაჩერნო ხომ რა ადგილებს დაუბრუნებული ხავით წარმოგიდგენთ ფორმალური მოლაპარაკებების დროსაც კი შეიძლება ადგილიდან ესე ვთქვათ არა ფეხზე ამგარიყავი და წამოხტარიყავი და ერთმანეთთან მიუსულიყავი და ასე შემდეგ და შესვენებაზეც კი წარმოიდგინე საჭმლის დროსაც კი გქონდა საკომიტეტო სამუშაოებზე დებატები ერთი სიტყვა ქაოტური ოკეი შემდეგი აღწერეთ მომავალი საქართველოს მთავრობა მე პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ ზოგადად. არა. მე შუაში სტივარ. ახლანდელი არა, აი თქვათ და რაღაცა 100 წელი გავიდა თუნდაც და 100 წელი რო გავიდეს. პირველ რიგში თავარია რომ მომავალმა საქართველოს მთავრობა მიარსებოს. ამით დავიწყოთ. რა არ გადაგსანსულოს რომელიმე დიდმა სახელმწიფომ. აი ეს ხუმრობთ თქმა. პირველ რიგში უნდა ატარებდეს ეროვნულ ინტერესებს. საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ოღონდ ეს ეროვნული ინტერესები არ უნდა ესმოდეთ მხოლოდ თავის გადმოსახედიდან რა არის ეროვნული ინტერესები და ჩემი პარტიის ინტერესები არის ეროვნული ინტერესები. ესე არა. უნდა იყოს ჭეშმარიტად საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის, რაც იქნება საუკეთესო, იმ ინტერესებს უნდა ატარებდეს. უნდა აღრმავებდეს ურთიერთობებს სხვადასხვა ქვეყნებთან, უნდა ატარებდეს კონტაქტებს, იმიტომ რომ შეიძლება მაგალითად არ მოგწონდეს რომელიმე ქვეყანა. პირობითად ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს პაკისტანი, რომელიმე ქართულ ადამიანს, მოქალაქეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პაკისტანთან არ გქონდეს რაღაც კავშირები.
ერთადერთი გამონაკლისი ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციაა, რუსეთის ფედერაციისგან არაფერი არ მომიგონს, არც კავშირები მაგათი არ მინდა, არაფერი. ერთადერთი ისაა, რომ ენა მიწევს რომ ისწავლა, იმიტომ რომ ჩვენ მაინც პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყანა ვართ და წავიდე შენი პრაგმატიზმი. მეტნაკლებად პრაგმატიზმი არის ეს ზუსტად რომ ეს იცით როგორ რაღაც არის ეს გამოთქმა ყველაზე გვიგია რომ ტრისენა უნდა იცოდება. ეს გამოთქმა მე საქართველოში დიპლომატიურ ურთიერთობებს გულისხმობ რუსეთთან. დიახ, არა, დიპლომატიურ ურთიერთობა ხა არის პრაგმატიზმი. პრაგმატიზმი არის დიპლომატიური აუდიტორია შემოდის პოლემიკაში ბატონ ალექსანდრე. უბრალოდ თანხმობ. რასი თანხმობ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას? შენ თუ პრაგმატიზმი თანხმობ, მაგრამ შენ თუ არა, ეს არ არის პრაგმატიზმი. ცოტა ტრამპი ნამდვილ ტრამპი გახდი. არ ვარ ტრამპი. მეტაი მე და არ ვიყო ტრამპი, მადლობა ტრამპი. კარგი, სერიოზულად დავუბრუნდეთ საუბარს. არა, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა რა თქმა უნდა არ არის კარგი. არანაირი პრაგმატული ჭრილიდან და ასე შემდეგ. უბრალოდ ჩვენ მე ვთვლი რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ მაგალითად რა ხდება რუსეთში. უნდა ვიცოდეთ რუსი ხალხის ფსიქოლოგია და უნდა ვიცოდეთ მათი ენაც, სხვათა შორის. იმიტომ რომ ზოგადად ეს გამოთქმა ეხლა რაც გამოთქვაც უნდა მეთქვა, რომ ტრისენა უნდა იცოდე, ეს საქართველოში არის აღთქმული რომ აი ამას უკან ვიღაცა აი სუფრასთან ხო ხვდები რასაც ვამბობ აი სუფრასთან რომ აი ბიძიმ ტრისენა უნდა იცოდე. რაც რეალურად მე ძალიან ბევრი პოლონეთში ვსწავლობ და ძალიან ბევრი უკრაინელი მეგობრები მყავს, რეალურად ჩემი კურსელების უმეტესობას უკრაინელები არიან და ზუსტად იგივე ფრაზა მოვისმინე მათგან, რომ მე რუსული არ ვიცი კარგად რაღაც პატარა დონეზე ვიცი. და მათგან მოვისმინე იგივე ფრაზა, რომ ისინი თვლიან მათი სრული უმრავლესობა, რომ მიუხედავად იმისა, რუსეთი რასაც უკეთებს მათ ქვეყანას და რას აშენებასაც ატრიალებს, მაინც კარგი არის ენის ცოდნა, ისენა შეიძლება არ გამოიყენო, მაგრამ უბრალოდ იცოდე. აი, ყველაზე ელემენტარული მაგალითი ეს პრაგმატიზმის ნაწილი არის ჩემი აზრით, ჩემი შეხედულებებით, რომ ტრისენა უნდა იცოდე აუცილებლად. ყველაზე ელემენტარული მაგალითი რომ მოვიღოთ. წარმოიდგინეთ, რამხელა ოპერატესობა აქვს უკრაინულ ჯარისკაცს ბრძოლის ველზე, ეს მართლა ეს საბავშვო ბაღის მაგალითი არის მართლა. რამხელა ოპერატესობა აქვს უკრაინულ ჯარისკაცს ბრძოლის ველზე, როდესაც მან იცის რუსული, მაგრამ რუსმა ჯარისკაცმა არის უკრაინული. ამაზე მგონი შევთანხმდებით, ხო? და ეხლა უკრაინული და რუსული მეტნაკლებად გავს ეს მაინც. წარმოიდგინეთ, რუსებმა ქართულად იციან რაღაც ორი სიტყვავად, გამარჯობა და მადლობა, ან რაღაცა ესეთი და. ამიტომაც ჩვენასთან არანაირი კავშირი აქვს ქართული ზოგადად ძალიან უნიკალური ენა არის და მით უნდა ვიამაყოთ ჩვენ, ჩემი აზრით. და წარმოიდგინეთ, ქართულის გაგებაში არ არის და საჭიროების შემთხვევაში ვერანაირად ეს რა თქმა ჩვენ წინააღმდეგ ვერ გამოიყენებენ ამას და ჩვენ შეგვიძლია ეს მათ წინააღმდეგ გამოიყენოთ. ამ პოდკასტს მოსმენს მე ალბათ ვებია ჩემი დამცინის. რა რუსული ვარ ვისწავლე. მე ზაქცია მაგას თუ მინდა ჩემ თავზე დავცინე ხომ ეს ხუთი შევ. კარგი, შემდეგი კითხვასაც გადავიდეთ. როგორ ვიყოთ ასეთი ქარიზმატული? ჩემსავით? პირველ რიგში საჭიროა რა თქმა უნდა თავდაჯერება როგორც ვისაუბრე. და შენ თავში უნდა იყო თავდაჯერებული ამ ისე კი არა რომ აი მე ბევრს წარმოვაგვი მე ამ პარტავანი ვარ. არა. უნდა შენ თავს პირველ რიგში შენს ცე პატივი. იმიტომ რომ შენი თავის მიმართ ელემენტარული პატივისცემა თუ არ გაგაჩნია, არც სხვა არ გცემს პატივს თავისთავად. და ასევე უნდა იკითხო ბევრი ჩემსავით, უნდა უყურო ბევრ საინტერესო ვიდეოს ჩემსავით. და ერთ სიტყვით თუ გსურთ რომ იყოთ ასეთი ქარიზმატულები, ყოველ შაბათ-კვირას მაქვს ასე ლექციები საჯარო და შეგიძლიათ აღწერაში იქნება ლინკი და შეგიძლიათ შემომიერთოთ. ეს არის პლაგიატი, რა პროტესტებს. კარგი. ახლა ასეთი კითხვაც არის. ეს ახლა ალბათ შენი ძველი როლიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანს შემოვიდა გას მოდელირებაზე რა როცა წარმოადგენდი ბევრი ადამიანს შემოვიდა ეთყობა ასეთი კითხვა მაგის გამო რომ რამდენ ნულოვანია თქვენი ტოლერანტობა თქვენი დანაშაულის მიმართ. ზოგადად ტერორიზმის ნებისმიერი გადაცდომის მიმართ არანაირი დამდობა არ უნდა არსებობდეს. და მე ეს ჩემი ეთიოპიის გამოსვლაშიც თქვი, იმიტომ რომ ჩვენ ბოლო თემა გქონდა ეთიოპია-სუდანის საზღვაო კონფლიქტი და იქ ეთიოპიელი ფერმერების უფლებები ძალიან კარგად დავითვალე სხვათა შორის. სწორედ ამის ხარჯზე გავხდი საუკეთესო შორის საუკეთესო დელეგატი. და როდესაც ხარ სახელმწიფო უნდა იყო უკომპრომისო. საერთოდ უკომპრომისო უნდა იყო შენი მოქალაქეების ინტერესების დაცვის მიმართ. და ასე რომ არანაირი კომპრომისი ამ შემთხვევაში ნებისმიერ გადაცდომაზე, არც საერთაშორისო ურთიერთობების დროს ვსაუბრობ, როდესაც შენი ქვეყანა საფრთხეშია, ნებისმიერ გადაცდომაზე პასუხი უნდა იყოს უმკაცრესი სხვა ქვეყნის მიმართ, ყველაზე ბრუტალური მეთოდებით.
და ამით ალბათ დავასრულოთ ჯობია თუ კიდე არის შეკითხვები. მე კი შეკითხვები არ არის, ძალიან კარგი დასასრულია, კარგი საბოლოო წინადადებით, ეთქობა თქვენ არ ახალაპირებთ გაიხანი მაგროლის დატოვებას. ეს ფაზა არის, აი მე 15 წლის ასაკში მქონდა, მაგალითად ძალიან მემარცხენე ვიყავი და ასე. ეხლა მაქვს ეს ფაზა და ალბათ გადაიღოთ ესეც და უფრო ტვინი განაზრდება მეც და პიროვნულად გავიზრდები. მოკლედ ძირფას მაყურებლებო, გთხოვთ ჩვენი სხვა სოციალური გვერდებიც გამოიწეროთ და ასაბსკრაიბოთ ჩვენი არხი. ქვემოთ თუ ჩასკროლოთ ოდნავ ნახავთ ჩვენ ლინკებს description-ში და მოკლედ დაგემშვიდობებთ. მადლობა.